მშვიდობისა, მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 2 ივლისია, ხუთშაბათ, ელისაბედ აბულაძე, კახა მიკიაშვილი თქვენთვის მუშაობ. მნიშვნელოვანი დღე, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ათასობით აბიტურიენტი ცდილობს ალბათ, რომ ესე იგი მათთვის მნიშვნელოვანი გზაზე ეს მნიშვნელოვანი ეტაპი გადადგეს. ასევე გამორჩეული წელია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში უფასოდ ისწავლიან სტუდენტები და ცხადია კონკურსი დიდია. ყველას წარმატება უსურვოთ. წარმატება უსურვოთ ყველა აბიტურიენტს, მოგესალმებით მეც. გისურვებთ მშვიდობიან წარმატებულ დღეს და ახლა საეკლესიო კალენდრის დრო არის ჩვენს ეთერში. შევიტყოთ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. 2 ივლისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულ იუდას უფლის ძმას, წმინდა მოწამე ზოსიმეს, ღირს პაისი დიც, ღირს იოანე განდეგილს, ღირს პაისი ხილანდარელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავ დღევანდელი წმინდანების სცენებას და ჩვენ ასევე წარმოგიდგენთ ან სტუმრებს ვინაობას იმას თუ რას იხილავთ, რას მოისმენ და იმედია რომ ჩვენთან ერთად გაატარებთ ამ პერიოდს, რომელიც ჩვენი გადაცემისთვის არის განკუთვნილი. მოკლედ, პირველი სტუმარი მოწვეული გვეყოლება ლოცვა, გზა ბოროტების დაძლევისკენ, სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთება. ნაძალადოში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი გენგებაშვილი. და გადაცემის მეორე ნაწილში თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის შესახებ ვისაუბრებთ. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდებიან თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი გიორგი თოდუა. რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. გუნდი მოწვეული სტუმრების წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარი წასდგა. საღამოს ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა და ჩვენ ნახავთ სიუჟეტს ამ თემაზე, თუ როგორ ჩაიარა კონცერტმა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. და ასევე ვისაუბრებთ ბავშვთა განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე, რატომ არის აუცილებელი ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბება და როგორ ეხმარება ის ბავშვს სტაბილურ და ჯანსაღ განვითარებაში. ასევე გაგაცნობთ მარტივ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას და სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებას. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება განათლების ფსიქოლოგი გვანცა ცხოვრებაშვილი. გადაცემის ანონსი ასეთია, დიდი იმედი მაქვს, რომ დაგაინტერესათ და იქნებით ჩვენთან ერთად. შევიტყოთ, როგორი ამინდი გველოდება დღეს, რის შემდგომაც დაგიბრუნდებით მოწვეულთან ერთად დაგველოდეთ.
მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს ნაძალადევში მდებარე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი შემოგვიერთდა. დაგლოცეთ მამა ირაკლი. დაგლოცოთ უფალმა და გაგაძლიეროთ ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარული. დიდი მადლობა ჩვენთან მოგბრძანებისთვის. ლოცვა გზა ბოროტების დაძლევისკენ, სწორედ ეს არის თემა, რომელზეც გვინდა რომ ვისაუბროთ. ჩვენ არაერთხელ გაგვიმეორებია სიტყვები, რომ აი ბოროტი ძალა განიდევნება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით და რომ ლოცვა არის ქრისტიანის ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა ღვთის წინაშე. აი რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი ლოცვა, რა ძალა აქვს ლოცვას და როგორ ვილოცოთ სწორად? აი ამ თემებზე, ამ საკითხებზე გვინდა სწორედ დღეს რომ ვისაუბროთ. დიახ, თქვენს ნებართვით სანამ ლოცვის სამუდიდეს ძალმოცილებას და მარხვაზე, რასაც ბოროტების განდევნისა და დაძლევის უნარი ქვია, თვითონ თქვათ აუცილებლად ლოცვის და მარხვის რატომ არის ეს აუცილებელი? თვით ახალი მოსულები თუმეტეს ვერ გებულობენ, როცა თქვათ ეკლესიაში მოვლენ ღვთისმადით რაღაც მოზღვაში არჩევენ და ჩვენ რა თქმა უნდა უწყეთ მათ საუბარს ლოცვის და მარხვის მნიშვნელობის და აუცილებლობის შესახებ. და ისინი ვერ იგებს ახლა ამას როგორც რაღაც თითქოს აი ჩვენი მოთხოვნა რაღაც ეკლესიის მაიდანში დავალდებულება რაღაცა უპირობო და აუცილებელი რაღაცა შეიძლება თქვათ ახირება მოთხოვნა. ეს ნამდვილად ესე არ არის, უნდა ვიცოდეთ რომ თვითონ ადამიანი ბუნებრივად ღვთისგან როგორც შეიქმნა, მეთაუნთებობისთვის შეიქმნა. ამიტომ უპირველესი ცნება, რაც ღვთისაგან მიეცა, ადამიანს ეს არის სწორედ მარხვა, ისეთი ძველია მარხვის თემა, როგორც თავად სამყარო და ლოცვა არ უნდა გაგვიჩვენ, როგორც ლოცვა მაინტერესებს თქვა ტექსტების ლაპარაკი, არამედ როგორც ღმერთთან ურთიერთობის საშუალება. რა თქმა უნდა, ლოცვა არის საუბარი ღმერთთან, მაგრამ ადამიანს ყო მაშინაც და ეხლაც ღმერთზე ფიქრი, მასთან სურვილების რახვები, ყველაფერი ლოცვად შეერაცხა. ღმერთთან ურთიერთობის ფორმა ეს არის ლოცვა. ამიტომ ჯერ კიდევ 60-დან იღებს ეს სათავეს და დიდებულად ამბობს ერთ-ერთი თეოლოგი, რომ ადამიანი არის როგორც ესეთი მსგავსებისგან მოწოდებული ხატი ღვთისა. ადამიანი სწორედ მაშინ არის ადამიანი თავისი სულიერი გაგებით, როცა ის მსგავსებისგან მიილტვის. ანუ ღვთის ხატებად შექმნილ ადამიანს და სწორედ მსგავსებისგან რო წარიმართოს და უნდა მიილტოდეს, ჭირდება თავის ხატის მსგავსებისგან. ეს არის ღმერთი ურთიერთობა, რომელიც ლოცვითა და მარხვით იწყება ჯერ კიდევ 60-ში მის დაკარგვამდე ბუნებრივია. და არაფერი არ შეცვლია ადამიანი ისე ვისაა რაც იყო თავიდან და როგორც დღეს და როგორც მაშინ უბრალოდ დღესაც გვჭირდება ღმერთთან ურთიერთობა, რომელიც იწყება სწორედ ლოცვით და მარხვით, რომ შემდეგ მოხდეს ღმერთთან სიახლოვე, მისი შეყვარება და მისი რწმენის სიმაღლემდე წავიდეს თითოეული ადამიანი. მამა ირაკლი, ცხადია არსებობს ესეთი ძირითადი ლოცვები, რომელიც წმინდა ეკლესიამ, წმინდა კრებებმა, წმინდა მამებმა შეგვიდგენეს, აგვიტოვეს და საჭირო და აუცილებელია ჩვენთვის ხო დილას აღამოს ლოცვა იქნება თუ ფსალმონები, დავითუმლები თუ სხვადასხვა და სხვა, რომელიც ადგენილია და ერთგვარად საჭიროც არის ჩვენი ჭუქრისთვის, ისევე ჩვენთვის ცხადია. თუმცა თქვენ ბრძანეთ ახლა რომ ლოცვა ეს არის საუბარი, ურთიერთობა ღმერთთან და ასევე ჩვეულებრივად შეიძლება ალბათ ამას გამომართოთ, ჩვენი ენით ვილოცოთ, ჩვენი ენით ვესაუბროთ ღმერთს, როგორც შეგვიძლია რაც გვინდა და იმ ლოცვების გარდა რომელიც არსებობს და ასევე ისე ვთქვათ, რომ ლოცვა ყველგან შეიძლება და საჭიროა ეკლესიის გარეშეც და შეიძლება ხატიც არ იყოს და ისეც. ანუ აი ხანდახან გვემართება ადამიანებს რაღაცა უკვე იქცევა რაღაცა ფორმატთან, იქცევა რაღაც მექანიკურად და აი ესე აქედან აქამდე აქ და აქ და აქ და აქ თითქოს ცალკე არ არის საჭირო და თითქოს ისე არ გჭირდება ლოცვა და ღმერთთან კომუნიკაცია. თუნდაც ეს მუდმივი გამუდმებული შინაგანი განწყობა ლოცვითი. დიახ, არის ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ლოცვა თვითონ იდეალურად ესეთი ხატების წინაშე მდგომი კრძალვის შიში თავის ბუნებრივია, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, როგორც ახსენეთ, რომ სხვაგან ან შეიძლება ღმერთთან საუბარი, ან ღმერთზე ფიქრი, ან აკრძალულია, ესე ჩაკეტილი მართლობა არ არის. უფრო სხვა რელიგიებში შეიძლება მაინდა-მაინც თქვათ, სპეციალური ფორმა უნდა ლოცვის, დგომის წესი, რაღაცა გარკვეული ნივთები ჭირდება და ქრისტიანს ეს არ ჭირდება, იმიტომ რომ პირველ რიგში ღმერთი რა თქმა უნდა ყველგან ყოფია და საკუთარ გულში მოიძიება და როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, რომ მოუკლებელი ლოცვებიდან ყველგან შეიძლება ლოცვა, რა თქმა უნდა. და ეს არ არის მარტო როგორც ვახსენეთ ტექსტების საუბარი. და სწორედ ეს ბევრ ადამიანს ეშება ხოლმე და რაღაც სტანდარტებში ექცევა, აი ვერ მოასწრებენ და ხატებთან დადგომა და შემდეგ ხელს ჩაიქნევს ხოლმე დღეს განმავლობაში. ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი. და რაც შეეხება აი საკუთარი სიტყვებით ლოცვას, რა თქმა უნდა აკრძალული არ არის, ძალიან კარგია. ღმერთს ჩვენი სიტყვების გარეშე ძალიან კარგად ესმის, ჩვენი ფიქრი, ჩვენი გულიც. ეს ხანდახან ძალიან გვაწყობს და ხანდახან სულაც არ არის სასიამოვნო, იმიტომ რომ ფას ჩვენი ცოდვების ესმის, ყველაფერს იგებს, მაგრამ რას გავუსმევ, ხას რომ ეს შეიმჩნევა ის ღმერთმა დაგვიფაროს აი ეს შემოვიდეს მართლობა პრაქტიკაში შესული, რომ ძალიან ხშირია წვალებულ ეგრეთ წოდებულ სექტანტურ აზროვნებაში
ესეთი მიდგომები რომ ბევრჯერ მქონია ხა საუბარი, რა თქმა უნდა ჩვენ გავურბება დისპუტს და რაღაცა დიდ პოლემიკას და კამაც, მაგრამ აი მათში შეინიშნება ის რომ რა შემჭირდება თქვა წმინდა ივანე ოქროპირის ლოცვა, ივანე დამასკელის ლოცვა, სახარების ტექსტი მე შემილია ღმერთთან შემთხვევით სულაც არ მჭირდება და აი ეს მაშინვე შეიმჩნევა რომ ეს ვისი სულით არის ესეთი აზროვნება რომ პირდაპირ ურჩობისკენ მიიღოს ასეთი ადამიანი რომ ეკლესიამ ჯერ ერთი რახან მიიღო ეს ლოცვითი ტექსტები რომელიც უმაღლესი სულიერებით შედგენილი ამ ხელა წინა მაებისა ეკლესიის ბურჯი და სვეტნი არიან ნუ როგორ შეიძლება ხა მათი უგულებელყოფა დამოკიდოთ რა თქმა უნდა ეკლესია მათ არიციან კი ჩვენ ვეუბნებით რომ არ გეგზალება შენის პირით ლოცვა მაგრამ ალბათ ძინათ წარმოსადგენი კი არა შეუძლებელია მithumetes ახალმოსულმა მithumetes ჭეშმარიტებაში არ მყოფმა ისეთი მაღალ სულიერი სიტყვებით მიმართოს ღმერთს როგორცაც ამას გვასწავლის როგორც ესე აკეთებს მამი და თან რაც თავარია ეს ეკლესიის ურჩობისკენ მაშინვე ჩანს ვინც ასე დაიწყოს აროს არ უჩვერო რახან წმინდა ეკლესია ხა ეს ამხელა ტრადიცია საუკუნოვანი გამოცდილება აგერ 21 საუკუნოვანი ხო ეკლესიამ ეს პრაქტიკაში მიიღო უძველესი წინა მამების ლოცვა წარმოიდგენიათ მე-4 საუკუნიდან მამების უკვე რომელიც შესულია ზიარების ლოცვებში იქნება აგერ დილის ლოცვები ძილის ლოცვები წინა მაკარი დიდი ბასილი ასეთი წინა მამები და ანუ როგორ ვთქვა ცოტა შენდობას ვთხოვხშად ვიცახი რომ ეს უკვე გამოცდილი აპრობირებულია და შედეგის მომტანია იმიტომ რომ უმამრავი წინა მამა ყავდა ეკლესიას ხალხებს არესი ამონოს ერთმანეთზე მეტად ღვთისმეტყველი სულიად გაბზნობილი მაგრამ ყოველას ლოცვები როდის შევიდა თქვა ეს პრაქტიკაში იქ რაღაცა ეკლესიამ ეს ყველაფერთან კრებცითაც შეარჩიეს ეღვეცამ კი ეთქვა ჩემი ლოცვა დადექი და ეხლა ილოცეთ ამას ძალიან დიდი სულიერი სარგებელი მორწმუნის ამას ეკლესია ყოველთვის განიხილავდა რაღაცას იღებდა რაღაცას არ იღებდა მარტო უბრალოდ ახლა მახსენდება წმინდა ეფრემასთვის ლოცვაც, მაგალითად მისი პირადი ლოცვა, მაგრამ იმდენად სულიერია, იმდენად ცხადყოფს სულიერ ადამიანის მდგომარეობას მარხვის პერიოდში განსაკუთრებით ეკლესიამ ეს საყოველთაო ლოცვად მიიღო და არ მეგულება ქრისტიანი, რომელიც ამ ლოცვას აღასრულებს და არ კონდეს უდიდესი სულიერი მადლი და სულიერი სარგებელი ამ ლოცვის შედეგად. აი მამა ირაკლი არის ხოლმე პრობლემა ის, რომ აი გონების მოკრება, როდესაც აი ამ დადგენილ ლოცვებს ვკითხულობ, დილის ლოცვა იქნება თუ ზიარების ლოცვები, აი როდესაც ჩვენი სიტყვებით ვთხოვთ უფალს, შეიძლება აქ უფრო გულმხურვალე იყოს ჩვენი თხოვნა, ჩვენი ლოცვა, მithumetes თუ ძალიან გვინდა რაღაც ისეთი სურვილს ვთხოვთ, თქვათ, მაგრამ აი როდესაც აი დადგენილ ლოცვებს ვკითხულობთ, ჩვენი გონება ხან სად არის ამ სავალდებულო ხდება და ამიტომ მექანიკურად აღვასრულებ და შეიძლება ფიქრიც სხვაგან იყოს. აი ამას როგორ უნდა ვუშველოთ და ალბათ აქაც უფლის შეწევნის გარეშე მხოლოდ ჩვენი ძალებით ვერაფერს რა თქმა უნდა ძალიან ხშირია ახლა ვინც სულიერად ცხოვრობს ხა პრაქტიკაში პრინციპულად წარმოუდგენელია შეუძლებელია შემიძლია გავგანერდე თქვა იმიტომ რომ ყოველ დღე, ყოველ საღამოს, ყოველ შუაღლისას იგივე განწყობით ილოცო შენ ადამიანს ეს არ არის ლოცვითი თუ ღმერთთან ურთიერთობა რაღაც ერთი რეჟიმი ერთი სიხშირე შეაჩო თქვა როგორც რადიო კავშირზეა და სუნდოს გადართო და ისე რაღაც აინთოვა და ცოცხალი ორგანიზმია ხან ეს მდგომარეობა ხან ისეთი ხან აღმაფრენა აქვს ხან რაღაცა გარკვეული სულიერი ღელვარებას განსული დაცემულობა გადასნაირ მდგომარეობა მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მაინც უნდა ვილოცოთ ხა წინა მაები აი საოცარ ამას გვასწავლიან რომ იზულებით ლოცველი როცა თავს აიძულებს შეიძლება ეზარება ეხლა არც აქ ამის თავიდან მაგრამ აი დადგება ცრემლით ლოცველზე წინ დგებაო აი რაღაც საოცარი შეფასება არის უნდა ვენტოთ იმიტომ რომ ცრემლით ლოცველი უკვე გაგვიმარტავენ ეს ღვთის მადლია როცა ადამიანს ცრემლი მიეცემა ღვთისაგან რაღაც ეს მადლი ეს სითბო და ეს სამსა გამოვლინდება და ჩვენ ნამდვილ ბუნება სწორედ ესეთია. ამას ვერან ვერ გავექცევით, გვეზარება, გვეხამუშება, ღმერთთან ურთიერთობა სამწუხაროდ თასაწყისში მაგ რაღაც ეტაპზე თუმცა იმედია ხანდახან არ გვანიჭებს ბედნიერებას, მაგრამ ესე არ უნდა იყოს თავისთავად. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც უნდა ილოცოს ქრისტიანი, მაგრამ სავალდებულო ლოცვას თორე ამიტომ მოხდა ეკლესიამ, რომ შენ თუ დაელოდე რომ ხუთსაბათ საღამოს მე მომივაის მდგომარეობა, რომ ახლა კი ნამდვილად ღმერთთან საუბარი შეიძლება, ეს ნამდვილად ესე არ იქნება. ლოცვა ლოცვით ისწავლება, აი ძალიან კარგად ეს გამოხატავს, რომ უნდა ილოცო, ხან იზოლებით მოგივა, ხან აღმაფრენა გექნება, ხან სინანული გექნება, მაგრამ ეს არის ჩვეული ყოფილი ადამიანის გონა გამომდინარე, რომ არ უნდა ველოდოთ. მაგრამ ამაში ეს პრობლემა ბევრს უდგას, აი გონება გაფანტულობა გარკვეული შიგნით ეს ზერილე წაკითხები გულისხმობ ლოცვა რა თქმა უნდა ეს არ არის სასიამოვნო არ არის მე იმას არ გულისხმობ რომ ეს არაუშავს დიდი ამბავი არ არის თუნდაც ამაში ძალიან კარგი რჩევას და გვაძლევენ მაგრამ სამწუხაროდ პრაქტიკაში ამას ვერ ახერხებს ადამიანი კერძოდ გულისხმობ რომ ლოცვამდეც უნდა ილოცო გვასწავლიან და ერთი 5 წუთი გამოყავი წინამე საოცარია მათი მსური მემკვიდრეობა რომ წაუნა ვკითხულობდეთ ქრისტიანები რომ აი ლოცვამდე 5 წუთი მაინც გამოყავი დიახ არა შეგვეციოს განწყობა უნდა დაფიქრდე ვის წინაშე უნდა წარდგე შენ ვინ არის და ვინ ხარ შენ
რასთვის უნდა წარდგერო, რა უნდა სთხოვო, როგორ უნდა სთხოვო, რამ ხელა გძრო ის ყოველთვის გისმენთ, ყოველთვის გიყურეს ხატებთან და ჩვენ ესე დამოკიდებულება გვაქვს, რომ თუ მაინდა-მაინც რაც ხუმრობით აღნიშნეთ, როცა სათხოვარი გვაქვს და გვიჭირს აი დიდ გაფართოებული თვალებით, ჟესტიკულაციით და თვალს არ მოვაცვლოთ მხარს და გვეჩვენოთ ცოცხალია და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სიტყვებით შეიძლება უღირს იყოს რაღაც არ იყოს გრამატიკულად გამართული ან სულიად, მაგრამ ყველაფერს შეისწვეს ღმერთი და გვიყურებს, ხედავს, აგვისწვეს, მაგრამ თუ ეს რაღაც რეგულარულ ლოცვებს ეხება, სისტემატურად რაღაც ძალიან ისეთი ვართ ხოლმე, რომ ლოცვებს მართლაც ჩავიკითხავთ ხოლმე, ან ცუდად ვიძახით ჯვარი ღმერთმა შემიდოს, ჩავარიხინებთ ხოლმე. ესე რო არ მოხდეს, უნდა გამოყო გარკვეული დრო, დასაწყისშივე და შემდეგაც იცით რომ მორჩები ლოცვას უნდა გაანალიზო, უნდა დამშვიდ და ვერ გადახვიდეთ სხვა ყოფით მდგომარეობაში, მაგრამ პრაქტიკაში უნდა ვაღებოთ ძალიან რთულია. ეხლა დამახსენდა ერთხელ კახა შენ მითხარი რომ აი ასე მგონია რომ დილის ლოცვა რომ არ წავიკითხო, რამე დამემართება, ისე ვერ გაგვდივარ სახლიდან. აი ამ მდგომარეობამდე როგორ არის, მაგრამ შეიძლება უკვე ხშირად ჩემთვის შემიჩნევია რომ მექანიკურია და შეგრძნება მაქვს რომ ან თუ რაღაცა ყოფილა შემთხვევა რაღაცა დამეძინა ან ჩამდაღლილი ყვა და ვერ წაგვითხრე, მგონია რომ რაღაც ცუდი ვქენი. არ ვიცი ეს კარგეთ ცუდია, მაგრამ ისიც შემჩნევია რომ მექანიკაში არის რომ სადღაც მეჩქარება, ზეპირად ვიცი, თაულოცულობ, თან რაღაცას ვაკეთებ და არ არის ეს ისეთ რაც უნდა იყოს ბუნებრივად. თავარი შედეგი თუ მოგაქვს ის რომ ამ შემთხვევაში ამ შიში დავარქვათ კახა მაინც ყოველდღე მაინც ლოცულობს, ესე იგი მაინც კარგია. დიახ, შედეგი რა მოაქვს ამას თორე. რა თქმა უნდა დილის ლოცვებიც აი დავისესხები ასეთ შედარებას ყველა ნამდვილი ექიმი მაგალითად გვეტყვის რომ დილის საუზმე არის ყველაზე აუცილებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. რაც აღნა გეშქარებოდეს, გვასწავლიან რომ უნდა გამოხდეთ, თუნდაც ორი ლუკმა უნდა იყოს. ვერანაირი დღის განმავლობაში მიეწმეული ის სადილე თუ ვახშამი ორგანიზმისთვის ვერ ანაზღაურებს და ვერ შეცვლის იმ დილის საუზმის მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისთვის. ასე დაახლოებით დილის ლოცვებით, ანუ ვერაფერი დღის განმავლობაში ეს მეც გავამიცდია საჯარო აღსარებას გამომდის რომ მიხვდები ის დღის განმავლობაში შეიძლება სალმოს კითხულობდე სახარბობო ღვთისმსახურებას აღვასრულებთ წესები ყოს დიდი მადლია ყველაფერში მაგრამ აი დილის ლოცვა თუ რაღაც შემთხვევაში თქვა თუ ვერ მომიხერხებია მოკლოცვის გარეშე არ უნდა გამოხდეს ახლა არ დავითა შემთხვევაში ქრისტიანი აი მთელი დღე რაღაც სულად გამოფიტულად გუზომ ხოლმე თავს შიშებიც ალბათ თუ ესე გავაგრძელეთ ვივა მაგრამ ხანდახან შუა დღესაც წამიკითხეთ დილის შემდეგ ლოცვას არ არის სწორი რა თქმა უნდა იმდანაც აი მის გარეშე გზნობ რომ მაგრამ აი სჯობს რომ ალბათ დაასრულა ხო რა თქმა უნდა მაინც აიბნა იმის გარეშე თავს თუნდაც დაუცილებლად გზნობ რაღაცა გამოფიტული და დანაკლისი გაქვს რომ წარმოიდგინე ვერ ანაზღაურებს იმას ვერ სხვა ლოცვითი კანონებიც უმაღლესია უფრო უწმნესია წმინდა წერილია თუ თუნდაც მსახურებაც კი აი იმის ფასი მე შემიჩნევა ჩემ ცხოვრებაში არაფერი არ არის ხოლმე დღის განმავლობაში მამერეკლი აი ხდება ხოლმე ხანდახან გამონაკლის შემთხვევაში ალბათ ამიტომაც არის მოკლე ლოცვა ძილის შემდგომ და ძილის წინ როცა ვერ ხერხდება მაგრამ როცა ჩვენივე თავით გადავწყვეტ ხოლმე რომ ახლა მეზარება ნუ ველოდ საუბარი ერაზე 10-15 წუთზე და პატარ-პატარ ლოცვებს იმიტომ რომ აი გვეზარება და ამიტომ ესეც რამდენად სულ ლოცველობას ჯობია უფალო შემიწყალეს თქვა ეგეც გასაგებია ყველაფერში წირავს ღმერთი ასევე ისიც თქვა შემიდაწყებული რომ ვიძახი დაუცველად რომ ღმერთს კი არ მატებთ ახლა რამეს მე წავიკითხავთ ორ ლოცვას და ღმერთი არ ვაკლებ ეს ჩემთვისაა და ჩვენი საუბრის თემა ესაა ხო როგორ გზა ბოროტების დაძლევისთვის დაცულობისთვის და ამ ასპარეზზე გამარჯვებისთვის ჩვენი ასე თქვა ფარი და ჯავშანია ეს ლოცვა და აი ამაზეც რა დამოკიდებულება პატარ-პატარ ლოცვებით შემოვიფერგლებით ხოლმე იმიტომ რომ პირდაპირ გვეზარება წაკითხვა 5 წუთით მეტი რომ ვილოცოთ თავი რა მოტივია ლოცვებს წაუკითხულობისა სუბიექტური თუ ობიექტური თუ ეს ნაკლოვანება მაგრამ ეკლესია ითვალისწინებს ახლა ჩვენ ერში ვცხოვრობ და ახლა მონასტრული კანონი სულ სხვა ახლა მათეს ვერ გავცელდება არ მიწყენილი მედია მაგრამ რას გულისხმობს რომ ერთად ადამიანი ერში ცხოვრობს ახლა შეიძლება მოხდეს ადამიანებად რაღაცა გადაღლილი ეყავი მართლა ვერ გაგეღვიძა რაღაც გაგვიანდება უბრალოდ რომ ვერ გამოხვიდე სახლიდან ლოცველად არასოდეს არ გამოხვიდე ამიტომ ეკლესიამ დაადგინა ეს მოკლე ლოცვა ძილის შემდეგ ასე მოკლე ლოცვა ძილისი შეიძლება რაღაც ადამიანს შეუძლოთ იყოს ხდება ეს ან თუნდაც გადაღლა თუ მდგომარეობა ფიზიკური რომ ის 10 წუთიც ვერ მონახო ხდება ხანდახან ყოფის ხო ეს ყოველდღიური მომენტია ამიტომ მოკლე ლოცვის გარეშე არც უნდა გამოხდეს საქმე არც უნდა დაიძინო მაგრამ აქ მეორე საცტური კი არის მალება ხა ლოცვის ბრალი კარა ადამიანის ბუნებაშია რომ მე რო შეატყობს ხოლმე რომ მოკლე ლოცვა ძალიან მარტივია რამდენიმე წამიჭირდება მე სრული ლოცვები უშველებელი ჩვენება ხოლმე და უფრო მე უჭირს და უჭირს ესე რა თქმა უნდა არა აი უნდა დავაკვირდეთ ხშირად ხა ასე კი ამიტომ კი არ გააკეთო მაგრამ პრაქტიკაში ხშირად არის უთქვამთ რომ აი მოკლე ლოცვა წავიკითხე ძილის წინ და ხო არა ერთხელობჯერ მე დაწერს 3-ჯერ 4-ჯერ და ყველას შეუძლია გამოცადოს რას გულს ვეთქვათ ერთ საღამო ადამიანებად რაღაცა მოხდა ვერ ვილოცეს სრულად
არა უშავს, ამიტომაც არის მოკლე ლოცვა, ეს არ არის ცოდვა. მაგრამ თუ დაკვირვებულია ქრისტიანად დაკვირვებული უნდა იყოს თავის სულიერ ცხოვრებაში, მიხვდება რომ მეორე დღესაც იგივე მდგომარეობა აღმოჩნდება. განა ისევ ისე დაღლილია, განა ისე მიზეზები რაც წინა გვს, მაგრამ ისევ მიზეზები გამოჩნდება, რომელიც მას აიძულებს რომ ისე მოკლე ლოცვა შეასრულოს. ას გაგრძელდება მე-4 დღესაც და საღამოს და ამით ჩვენ ამ გამოვიდა დასვა რომ ვიღაცა ამაში ჩარეული აშკარად ვიღაცას ხელს არ აძლევს ჩვენი ლოცვა ან პირით ხელს აძლევს ეს მდგომარეობა და ეს თავისთავად ვერ ხდებენ თორე გუშინ თუ ესე ვიყავი თქვა ფეხები მიკევდა დღეს არ მკევ მაგრამ ისევ გაუბრუნდა სულ ლოცვას ამიტომ ეს არის მხოლოდ გამონაკლისი წესი და არ არის რა თქმა უნდა ყოველდღიური წესი ლოცვის საკითხვა. ასევე აი განსაკუთრებით ხდება ეს როცა ახალდამწყებია მრევლი და შეიძლება თითქანაც დიდი ხნის მრევლიც არის და აი ჩვენ როცა ვიძახით ეს ზიარების წინ ლოცვები იქნება, ფსალმუნები იქნება, სამოციქულო იქნება, ძირითადად ეს ტექსტებია, მათ შორის ძველ ქართული, შეიძლება შინაარს ვერ იგებდეს, ან უჭირდეს გაგება, გარკვევა. და ხშირად ხდება, რაღაც ვკითხულობ, ბოლომდე ვერ ვიგებთ, აი რა ხდება ამ მდგომარეობაში? ჩვენ გვასწავლიან მამები, რომ ჯობია მაინც იკითხო, იმიტომ რომ შემოგვიქვს რომ ესმის ეს ლოცვები ვერ გეკარება, ასე ვთქვათ, შეიძლება არ გესმე, შეიძლება ვერ იგებ, შეიძლება უგულოდ ლოცვებ, მაგრამ რა თქმა უნდა ჯობია ელოცე, ხა ამაზე მე მგონი არ ზღირს გარჩევა და საუბარი. აი ამ შემთხვევაში რა უნდა ქნეს, როგორ მოგწეს, რას ვშევდით მათ? როცა არ ესმით, სიტყვებიან შინაარს. დიახ, რა თქმა უნდა, მაინც უნდა როდისღაც მოვადრო და მალევე გაიგებენ ამას, ახლა საწყინად გავიძახ, რომ ჩვენი თქვათ მოგვიანებით ჩართვა ეკლესიის მსახურებაში და ჩვენი ეს თქვათ გარკვეული არასრულყოფილება თუ გაუნათლება თუნდაც სულიერი არ არის ჩვენი ბრალია და არა თქვა ლოცვების და მისიონერისა. თორე მოვადრო რა თქმა უნდა თავიდან ყველა ესე ვიყავთ და მე არ არსებობს ახლა ერთი დღე დავიძინეთ, გავიღვიძე და ახლა სრულყოფილად კიდევ მეტყოლებ ეკლესიური ენთან მესმის თავიდან უცხო ენასავით არის ახლა ეს ეტაპი ყველა უნდა გაიაროს თითოეული. ქართულ ენას აცოცხლებს ეკლესია, ხო ესეც უნდა აღნიშნოთ. დიახ, და ხა ცალკე ენაზე რო აღარ გადავბროთ, მორწმუნე ვალდებული ხარ რომ ეს ეკლესიის ენაა. შენ ქრისტიანი ხარ, შენ ეკლესია ხარ, ეს შენი ენაა და როცა იქნება უნდა ის რაც მალე ისე მეტ უკეთესი და მაგრამ უცბად ადამიანთან იმდენი საშუალება ყველაფრის გამარტივებისაგან გაურბის ამას და მიზეზებს იშველებს ობიექტოს და შემდეგ რაღაცა მოვაქვთ ეს ნათარგმნები ძალიან ხელმისაწვდომია ქუჩებში არიგებენ წინა წერილი რა თქმა უნდა შეყრული ტექსტია ეს ქრისტეს ტრებისგან სექტანტური ტექსტებია და აღეშჩანათ ღმერთმა ის ადვილად კითხულობენ რაღაც სალიტერატურო ენა არის უადვილდებათ ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი და ამას ვერ მიესალმთ ეკლესია მოინდომე ცოტა დაუფალე აუცილებლად შეგეწევა რა თქმა უნდა. ეგეც უბრალოდ რომ გავიგო და გაგეგებინე. ბოლო-ბოლო რა არსებობს ხა ქართველმა ქართული ენა ვერ გაიგოს, მithumეტ ეს უნიკალური ამდენიც არის ქართული ენა სხვა უძველეს ენების რომელსაც აი ძველი ენასთან არავითარი კავშირი აღარ აქვს, მაგათი ბერძნული ენა. თანადო ბერძნული აბსოლუტურად სხვა არის, ვიდრე ძველი ბერძნული იყო და აი ქართული ენა ისეთია რომ სამი ამხელად ამწელობა ცალკე გვაქვს რომ ერთი ენა და არ არსებობს ქართველმა არ გაიგო ძველი ქართული ენა და ჩვენ უბრალოდ ამიდანაც მიხვდები რომ ამხელა სამწუხაროდ თანამედროვე სალბარგო ქართული ენა როგორი დაკნინებული ვიდრე იყო ნამდვილი ქართული ენა და ეს უდიდესი სარგებლო შემთხვევით ეს უდიდესი მართლა ღვთის მადლია უდიდესი საოცარი წყალობა ღვთისა და ენის ბუნების უმაღლესი გამოვლინება რომ მან შეძლო წინა წერილი დედნისეულად თარგმნა და შეძლო თავის ენის სისავსე მოიძია ყველა ტერმინი რომ უფლის სიტყვა ღმერთის სიტყვა სრულყოფილად გადმოიცა და ეს ყველა ენა საშეული არც მაშინ შეეძლო არც ახლა არ შეუძლია. არ შეიძლება არ აღნიშნოთ ჩვენი დიდი პატრიარქის მიერ დადგენილი შვიდგის ლოცვები. აი ის თავმდაბლობით იძახდა როცა ეკითხებოდა რომ მე თუ რამე გავაკეთე ეს იყო ამ ლოცვების დადგენა და აქ მან მოიშველია ფსალმოში ხო შვიდგის დღეს გაკეთებული ხოლმე. და ვიზანებდა რომ რატო ქონდა ამას მნიშვნელობა რომ ამ დროს ერთიანდება ათასობით და მილიონობით ადამიანი და ჩვენთვის ღმერთის სიტყვები 2 და 3 დღე შეიკრიბებით მე თქვენთან ვიქნები და აი თქვენ რომ ჩვენი ტელევიზია აძლევს ყველა საშუალებას ლოცვები იქნება ზიარების წინ ლოცვები იქნება დილა-საღამოს ლოცვები რომ თუ უძლურებაში არ შეუძლია მოისმინონ. აი ესეც ალბათ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, შვიდგის ლოცვების მნიშვნელობა ეს რო თქვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვარ ძენა პატრიარქმა, როგორც სხვა ბევრი საქმე ესეც დაგვიდგინა, როგორც კურთხევად შეიძლება ითქვა და ძალიან მნიშვნელოვანი ლოცვები. დიახ, ხო უწმინდესი დადგენილი კურთხევები და წესებზე, რომელიც შეიძლება არ ვისაუბროთ რაღაცა მალდერები დამაღლებული მდგომარეობები და უბრალოდ აი ესე ამ კუთხით მინდა ვთქვა, თქვენ ისებართვით რომ ჩვენმა მეტახსენებულმა პატრიარქმა უფრო აი ბოლო პერიოდში განსვენებამდე
მან რო გააჟღერა ეს სამი პოსტულატი ღმერთი სამშობლო ადამიანი რაღაც ვეღაცისთვის თითქოს ესე მიიღო რომ რაღაც მისი ახალი აღმოჩენა იყო ან რაღაცა ეხლა იქადაგა ეხლა მიაგნო და გვითხრა მთელი მისი მოღვაწეობა სწორედ აი ამ სამ ღირებულებას შორის იყო და ამ სამ ღირებულებას უახმარა ღმერთი სამშობლო ადამიანის სიყვარულს და მსახურება და სწორედ იგივე შვიდის ლოცვებშიც ეს შეინიშნება. რა თქმა უნდა ეს წესი შვიდის ლოცვებისა იყო ჩვენი წინაბელი პატრიარქი ამას კარგად ბრძანებს, მაგრამ აი ნახეთ თუ დავუკვირდებით ამ შინაარს ამ ლოცვების რა თქმა უნდა ღმერთის განდიდება პატრიარქის მეორე მიზანიც იყო და არ მალავს ამას რომ სამშობლოსთვის ლოცვები ჩართულია იქ ყველა საათი ლოცვის შემდეგ გაამთლიანე გააძლიერე საქართველო და ადამიანი რატომ რომ აი წინა მამებიც მოძღვრავენ ამაში რომ აი ამ ლოცვებს რომელიც ისეთი ლოცვების შერჩეული ფსალმუნები სპეციალური ხო ყველა ფსალმუნი გენიალურია მაგრამ წმინდანები რომ ადამიანს პირად ბედნიერებასაც ანიჭებს ეს ყველა შეუულია გამოსცოს ვიზიც ამას არ გამოუსწიან დღეს ამ ლოცვებს აღასრულებს თორე რთულია თავის სპეციფიკით მაგრამ არა შეუძლებელი რომ ადამიანი ძალიან ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს თუმცა ამ ლოცვებს აღავლენს და სწორედ ღმერთის განდიდებულია სამშობლოს ნალოცია და შენც ადამიანის სანდით მარციღებ და ეს პატრიარქის საოცარი ლოცვა კურთხევა იმედია რომ არ შესწდება ჩვენს მორწმუნე წრეებში რა თქმა უნდა დიახ მომაიკლე და კიდევ ერთი საკითხი დედის ლოცვას ვიცით რომ ძალიან დიდი ძალა აქვს და აქაც არის ხოლმე ერთი პრობლემა ის რომ აი ზოგჯერ შეიძლება ადამიანმა და ჩემ თავზე ვიტყვი რომ დილის ლოცვა არ წაიკითხოს, საღამოს ლოცვა არ წაიკითხოს, მაგრამ ძალიან გვინდა რომ ჩვენი შვილები კარგად ვყავდნენ და მხოლოდ თქვა დედის ლოცვას ვკითხულობთ. ესეც ხომ არ არის რაღაცა ანგარებითი დამოკიდებულება უფლის მიმართ რომ რაღაცა წყალობას ითხოვ შვილებისთვის და შენ არ გინდა რომ რაღაცა შენი პირადი ღვაწლიც გასწიო. იცით რა არის დედაშვილობა უმდეცნობა ხა ჩემი ქება უნდა მაგრამ ისე პატრიარქს დავესესხებეთ როგორ გვაყურთხა უწმინდეს პატრიარქმა ყველა ქართული ჯერ ლოცვას სამშობლოთვის უნდა აღავლინოს და შემდეგ იწყებოდა ეს ვისთვის როგორი ღირებულებაა რა თქმა უნდა საუნჯე ცხოვრებისეულად რაღაცა სულიად არავის არაძალეს ფაქტ შევა ხოლმე რეკომენდაცია მაგრამ ეკლესია იცით რა ყველას ითვალისწინებს ვიღაცას მამის ლოცვა ძალიან დიდებული ლოცვა მამის ისე შემთხვევით ვიტყვი მამის ლოცვა შვილისადმი სამი ლოცვა ძალიან ცნობილი და ესეც უნდა აღვასწოთ მაგრამ დედეს არ უნდა მიმანდოთ რა არანაკლები და დედის ლოცვა დამერწმუნდა თავის სიღრმით თავისი მნიშვნელობით თავისი მადლით ვისთვის ეს მაგრამ ეკლესია ითვალისწინებს ყველაფერს ის არ მოხდეს ხანდახან შეიძლება ეგოცენტრულიც გახდეს მორწმუნე ადამიანი რაღაც თავისი პირადი ამ კუთხით საჯარო შვილებზე გულან დედა და შვილის და უფრო მეტი ღირებულება ღმერთის სამშობლო და მე არის ადამიანი ხო და ამიტომ ეკლესიაში გვაქვს პრაქტიკაში სავალდებულო ლოცვის ტექსტები არის სასურველი არის საჭიროების და მიხედვით სიტყვას გვეუბნება რომ სავალდებულოს ვერ შეცვის ვერასოდეს საჭიროების და მიხედვით ნუ სხვა დავტვირთო თუ განაცუდი ლოცვა განანაკლები ლოცვა ან სასურველი სავალდებულო ლოცვები რომელია აქედან იწყება ღმერთთან ურთიერთობა გაღვიძებისთანავე ძილის შემდეგ ლოცვები და ძილის წინ ლოცვა ძალიან დიდი ღრმა სულიერი მნიშვნელობა აქვს რატომ ამ მათ შინაარს ახლა არ გვექნება საშუალება არ მოგვს გადაცემის ქრონომეტრიის საშუალებას ეს არის სავალდებულო არის სასურველი გნება დედის ლოცვა არის ლოცვების სამშობლოსათვის სალმონები წმინდა წერილი დაუჯდენ უამრავი სულო და გულო არის საჭიროების და მიხედვით თქვა მგზავრობისა სნეულებისა გარდაცვალებისა სულო და გულო დიდი პრესკურანტია სულიერებაში მაგრამ აი იმის ფონზე რაღაც ეს ლავირება ჩანაცვლება არ მოასწრებს კარგი შედეგი ამიტომ ის არის მithwes დილის ლოცვას რაც შეეხება დილის შემდეგ ლოცვას არის ეგრეთ სულიერი ჰიგიენა რის გარეშეც ჩვენი ხორცი მოუწესრიგებდა ყოველ დილას ხო განორმნე დილა არსებობს რომ იღვიძებს ადამიანი რამშობა ქალი თუ კაცია დიდი თუ პატარა რომ მას არ ჭირდებოდა ხორციელი გარკვეული ჰიგიენა თქვა პირის დაბანა იქნება კბილების გამოხეხვა თუ თმების დავარს ყველა დილა ესია და ხორცს უჭირდება ეს ყოველ დილა ჩვენ ყურადღება სულს არ ჭირდება რომ აღმატებული ღირებულება ვიდრე ხორცი შედარის მარადიული ეს დროებითია ხო ასე რომ იმის ჩანაცვლება თუნდაც ახლა მოუწესრიგებელმა თუმცა დედებს ახლა ეს ცხოვრება აქვს რომ შეიძლება ვერ მოწესრიგებდა შვილს მაინც მაშინვე მიხედოს მაშინვე და მერე ბოლო მიხედავს თავს მაგრამ სულებაში თუ სხვანაირად არის ძალიან კარგია ოჯახი შვილი მეუღლის მიხედვით მაგრამ თავარი ღმერთია ლოცვა შეიძლება რომ ცოდვად შეერაცხოს ადამიანს დიახ, ასეთი რაღაცებიც ხდება, ძალიან დიდი საფრთხილო თემა არის, მაგრამ ამიტომაც რატომ შეიძლება შეერაცხოს ცოდვათ? ახლა ეს კონკრეტული ლოცვა კი არა, ეს ლოცვა წაიკითხა, ეს ცოდვა დანარჩენი არ არის ცოდვა კი არა. სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე ლოცვას გულისხმობს, ზოგი ისე ლოცულობს. აი ესეთი რაღაც ხო ვერავის გულში და გონება ჩვენ ვერ ვიქნებით, მაგრამ ხანდახან ხმაღლაც ლოცვა ხომ ეკლესია თქვენ წარმოგიდგენიათ ვიღაცის სიცუდეზე ვიღაცის დაჟჯაზე ვიღაცის გაუბედურებაზე და ეს რა თქმა უნდა ესენი ღმერთს მიმართა მაგრამ ის ღმერთი არ არის მოწყალე და კაცმოყარე სამება ის ხომ და ხოლმე მეორე ღმერთი ანუ ბჭყალეში მეორე ღმერთი ეშმაკია და ასეთი ლოცვა ან სულიერ მდგომარეობაში ადამიანს როცა ისეთი აქვს რომ ის ანუ
აღიზიანებული ან მის გულში წყენა მინიმუმ ლოცვას არ შეიცავს ღერთი. და ეს მას ოდოთ შეიძლება შეარასო. როგორ შეიძლება ადამიანს წარმოვიდგინე მიტევებული არ ქონდეს მოყვასე და ის ღვთისაგან საკუთარ თავზე რამე წყობას ელოდეს და ითხოვდეს. ამის საილუსტრაციოდ მამაოჩვენ გვეყოფა, როგორც ერთ-ერთი ფრაზას მოვიხსენეთ, დამომიტევენ ჩვენ, ვითარცა ჩვენ მივთ, ანუ მე თუ არ მიმიტევები, ხო, როგორ მომიტევეს ღმერთი. აქედან იწყებდო, ზანდის სიფრთხილე გვაქვს ღმერთთან ურთიერთობას, ყოველთვის არ მოხ ადამიანისთვის მადლი წყალობა. რა თქმა უნდა, ის კაცნუყარე ღმერთია, სახიერია, მოწყალე, ამავე დროს სამართლიანი და მსაჯულია, ასე რომ მას ასეთ ლოცვებით ჩვენ შეიძლება საჯელი გამოვა უგურვესი მადლობა მამა ირაკლი ირაკლი. საინტერესო საუბრისთვის. ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მდომსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი საუბრობდა თუ სტუდიაში. რამეს ლოგიკურად განაგდობს ახლა ჩვენ საუბარს, ეს არის 7 ლოცვა 9 საათზე, მოვისმინოთ ლოცვა დაგებრუნდებით სხვა თემებით დაგვეყოლეთ. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავნ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავნ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი
მაშინ შესწირნე საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ დავაგრძელებთ გადაცემას თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის შესახებ ვისაუბრებთ. თემაზე სასაუბროდ ჩემო გვერდიდან თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი გიორგი თოდუა. მოგესალმებით, დაგლოცეთ მამა იოანე, მოგესალმებით ბატონო გიორგი. დაგლოცოთ ღმერთმა. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენ დასაწყისში, გადაცემის დასაწყისში თქვით რომ დაიწყო დღეს ეროვნული გამოცდები და წარმატება უსურვეთ აბიტურიენტებს და ვიცით რომ სწორედ ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ჩაბარების შემდგომ ხდებიან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, თუმცა აკადემიის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის. ამას უკვე თქვენგან შევიტყობთ და შემდგომ არის შიდა გამოცდებიც. მამა იოანე, პირველ რიგში რომ აგვიხსნათ თბილისის სასულიერო აკადემია რას წარმოადგენს, რა არის ამ ფაკულტეტის დანიშნულება. ჩვენ თქვით რომ ეს არის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა და აი ჩარიცხვა როგორ ხდება თუ შეიძლება რომ გითხრათ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს ძვირფას მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა თქვენს ტელევიზიას, რომ გვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი აკადემიის შესახებ აქ გავაჟღეროთ ინფორმაცია. რაც წარმოადგენს დღეს თბილისის სასულიერო აკადემია, ამაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ისტორია, მცირედ ისტორია იმის შესახებ, თუ საიდან მოდის საერთოდ სასულიერო აკადემია. ვიცით რომ ჩვენმა აცგანსვენებულმა, ყველასთვის საყვარელმა უწმენდესმა პატრიარქმა ელია მეორემ დაარსა 1988 წელს და როგორი ვითარება იყო მაშინ. ესე იგი უწმენდესმა მოიწია უნივერსიტეტიდან ფილოლოგები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები და აი ეს პროფესორები, ვინც აი ახლოს იყო ჰუმანიტარი პროფესორები, ვინც ახლოს იყო დაუშვათ ღვთისმეტყველები არ გვყავდა. იყო სულ რამდენიმე დოქტორი საქართველოში, ერთ-ერთი უწმინდესი თვითონ გახლდათ თეოლოგიის დოქტორი, მაგრამ მათ საზღვარგარეთ ჰქონდათ დაცული სადისერტაციო ნაშრომები და საქართველოში ეს ამის საშუალება არ იყო სამწუხაროდ. აი ეს რატო ვიხსენებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ შემდგომში უკვე დღევანდელი რექტორის პერიოდში, პროტოპრესვიტერი ზვიადეზის რექტორობის პერიოდში ჩამოყალიბდა, რა თქმა უნდა, პატრიარქის ხელშეწყობით და მთელი ჩვენი წმინდა სინოდის ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდა და
სადისერტაციო საბჭო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოში აქვე თვითონვე შეგვიძლია სამეცნიერო ნაშრომი დაამუშავოს ადამიანმა და დაიცვას და გახდეს თეოლოგიის დოქტორი და ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე დოქტორი, ვინც საქართველოში უკვე ჩვენს აკადემიაში დაიცვა სამეცნიერო ხარისხი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც უკვე თეოლოგიის მიმართულებით პირდაპირ გვყავს ჩვენ ის ადამიანები, ვისაც შეუძლია პროფესიონალურად გადასცეს სტუდენტებს ის საგანი, რა საგანიც მას ეხება. აი ეს არის დღევანდელი თბილისის სასულიერო აკადემია. როგორც ყველა სასწავლებელში ჩვენთანაც არის სამსაფეხურიანი სწავლება, არის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა და მე როგორც მაგისტრატურის ხელმძღვანელი შემიძლია გესაუბროთ მაგისტრატურაზე. აი, რას წარმოადგენს მაგისტრატურა? რა პროგრამა არის, თქვათ, როგორია პროგრამა და რა საგნები ისწავლება? სწავლობენ ძირითადად წმინდა წერილს და მის შემსწავლელ საგნებს. ესერი არის დოგმატური ღვთისმეტყველება, პატროლოგია, ეკლესიის ისტორია, ლიტურგიკა, ბიზანტოლოგია და ეს ძირითადად ეს საგნებია, საეკლესიო სამართალი, რა თქმა უნდა, მაგრამ გაძლიერებული სწავლება მიდის ჩვენთან, როგორც ძველი ქართულიანის, ასევე ძველი ბერძნულის, რადგან ძველი ქართულის და ძველი ბერძნულის ცოდნის გარეშე შეუძლებელია, რომ ადამიანი თეოლოგად ჩამოყალიბდეს და აი ძირითადად ეს საგნებია, რასაც ვასწავლით ჩვენ და აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ სწავლა საქართველოს თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიაში არის უფასო, ამ შემთხვევაში აკადემიას საუბრობთ. უფასო ნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზრუნავს და აფინანსებს ამას, ასევე არის საერთო საცხოვრებელი უფასოა ყვება და რატო გამომახვილა ყურადღება უდიდესი მნიშვნელობაა გარემოს. ზოგადად, საათ რა გარემოში იღებ განათლებას, როგორია დამოკიდებულება. აი ამაზე გამომახვილოთ ბატონო გიორგი ყურადღება, როგორი გარემოა თბილისის სასულიერო სემინარი აკადემიაში, რამდენად ზრუნველობით გარდა იმ მაღალი აკადემიური ესე იგი ცოდნისა და პროფესორ მასწავლებლებისა, როგორია გარემო, რა ხდება სტუდენტს, რომელიც მოდის სასულიერო სემინარი აკადემიაში. მოგახსენებთ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. პირველ ყოვლისა უნდა აღნიშნო, რომ ვინც ჩააბარებს სასულიერო აკადემიაში, ის საკუთარ თავს როგორც სტუდენტი არ იგრძნობს მარტო. თავისთავად ცხადია, აბიტურიენტი აბარებს გარკვეული მიზნით, პირველ ყოვლისა თეოლოგიის დაუფლებისა, ანუ ამ მეცნიერებას, რომ შეძლებს დაგვარად გაეცნოს და დაეუფლოს და საღვთისმეტყველო დისციპლინებს ამავდროულად. მაგრამ ჩვენთან რა მაქვს ხედულობაში, როდესაც ვამბობთ, რომ სტუდენტი არ არის მარტო. მას აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა საიმისოდ, რომ ისწავლოს და მიიღოს ის, რაც ჰქონდა გამიზნული, სანამ ჩააბარებდა აქ. პირველ ყოვლისა, მის გვერდით არის, რა თქმა უნდა, პედაგოგი, ანუ ლექტორი, პროფესორ მასწავლებელი, ვინც უშუალოდ აკვირდება მას თუ როგორ სწავლობს და როგორ მუშაობს. გარდა ამისა, მის გვერდით არის დეკანი, დეკანატი, კათედრა და ზოგადად ადმინისტრაცია. ბატონო გიორგი, თქვენ წმინდა წერილის ახალი აღთქმის პედაგოგი ბრძანდებით და ამ კუთხით რომ გავამახვილოთ ყურადღება, მამა ივანემ აღნიშნა, რომ აქცენტი სწორედ წმინდა წერილის სწავლებაზე კეთდება და როგორ ისწავლება, რა მეთოდით თქვათ. ვიცით რომ აკადემია სემინარია მუდმივ განვითარებაზე განახლებაზე ორიენტირებული. წმინდა წერილი არის ის, რაც არ იცვლება თქვათ დროსთან ერთად, მაგრამ ალბათ რაღაცა მეთოდის სწავლების მიწოდების შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, გასაგებია წმინდა წერილი მოგეხსენებათ საკმაოდ მოგითხრათ ღირებული ეს ამ სიტყვის გამოყენება ცოტა ისეთია რა თქმა უნდა ღირებულია სხვა სიტყვას უპირატესია წიგთა წიგნი ხო სხვა სიტყვას თითქოს და 2 წელიწად ნახევარში ანუ სამაგისტრო პროგრამის გულისხმობ წმინდა წერილი შესწავლა როგორც ასეთი შეუძლებელია მაგრამ სასულიერო აკადემია აკეთებს მაქსიმუმს, მაქსიმალურ სამხედრო დამიმართულებით, მოგახსენებთ თანდათანობით, ანუ მოკლედ, რა თქმა უნდა, კერძოდ, სტუდენტები პირველ ყოვლისა ეცნობიან წმინდა წერილის ტექსტს, იყენებენ რა წმინდა წერილი ძველ ქართულ თარგმანებს. ეს როგორც ძველი აღთქმის ნაწილში, ასევე ახალი აღთქმისა. გარდა ამისა, თითქმის 1 წლის განმავლობაში ისწავლება ასეთი საგანი, მიკითხება ასეთი საგანი, წმინდა წერილის შესავალი, რომელიც ეხება წმინდა წერილის იმავე ბიბლიის, ანუ ბიბლიის შექმნის ისტორიას, ბიბლიის ძველ თარგმან რედაქციებს, ასევე ბიბლიის ძველ ქართულ ვერსიებსაც, თარგმან რედაქციებს გულისხმობ. გარდა ამისა, სტუდენტი პირველივე კურსიდან სწავლობს
ეკლესიის ეგზეკეთ მამათა შრომებს, ანუ ეცნობა ამ შრომებს და ეს ყოველივე რა თქმა უნდა თუ რომელ მამას გაეცნოს თავდაპირველად და როგორ ეს განსაზღვრულია სილაბუსში იმავე სასწავლო გეგმაში, რომელსაც ადგენს პედაგოგი ამ შემთხვევაში წმინდა წერილისა, ან ძველი აღთქმისა, ან ახალი აღთქმისა და ამ სილაბუსის მეშვეობით, ანუ ამ სილაბუსით ხელმძღვანელობს სტუდენტიც. სილაბუსში გაწერილი ეს ყოველივე ცხადია შედეგზე გახლავთ გათვლილი ის რაც ამ სასწავლო გეგმაში არის შესული სტუდენტმა იცის თავიდანვე იცის ესე იგი თუ რომელ მონაკვეთს უნდა გაეცნოს თუნდაც პირველ კურსზე ეს ძველი აღთქმის ნაწილი იქნება წმინდა წერილისა თუ ახალი აღთქმისა შესაბამისად რა სახის ლიტერატურა უნდა გამოიყენოს აი როგორც მამა იოანემ აღნიშნა უკვე მეორე კურსის სტუდენტს შეუძლია სახარება წაიკითხოს ძველ ბერძნულ ენაზეც, ანუ ორიგინალშიც, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ეს არის და ახერხებენ კიდეც ამას, რამდენადაც ძველი ბერძნული ენის ცოდნაც, როგორც მამა იოანემ აღნიშნა, ძველ ქართულ ენასთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელი მისთვის, ვისაც უნდა რომ ესე იგი გაეცნოს წმინდა წერილს, არა მხოლოდ ორიგინალში, ეს ცოტა ძნელია, რა თქმა უნდა, არამედ ძველ ქართულ თარგმანების სახით რაც არის მოქცეული. არა მხოლოდ ძველი ქართულ თარგმანებისა უნდა აღნიშნოს, თანამედროვე ქართულადაც ითარგმნა წმინდა წერილი, ჯერ კიდევ წლების წინ, ანუ ძველი აღთქმის წიგნებს გულისხმობ და ახალი აღთქმის წიგნების რამდენიმე თარგმანის გვაქვს. სტუდენტებს ჩვენ არ ვუკრძალავთ პირიქით, ისინი იყენებენ თანამედროვე თარგმანებსაც, რაც მათ ეხმარებათ ტექსტის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. დიახ, მამა იოანე აღნიშნა ელისაბედმა რადგან დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომ ეს საერთო გამოცდები და ჭირდებათ, კიდევ რა არის საჭირო, რა ჭირდება აბიტურიენტს და ასევე რადგან აქ თეოლოგია ისწავლება, ძალიან ბევრი აბარებს შემდგომში სასულიერო პირად გახდომის სურვილით, ჭირდება თუ არა მოძღვრის რეკომენდაცია კურთხევა, აი დეტალებით რო ვთქვათ, რა ჭირდებათ მათ, ვინც გადაწყვეტს რომ აკადემიაში ჩააბაროს. პირველ რიგში მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატებები უსურვო, მეც ჩვენი ნათესავებიც დღეს წავიდნენ ჩასაბარებლად და მე იმედი მაქვს რომ ისინი წარმატებით დაასრულებენ მისაღებ გამოცდებს. ჩვენ შემთხვევაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შემთხვევაში თეოლოგიის იმ ნაწილს, სადაც მე ვხებმძღვანელობ მაგისტრატურაში, ჩვენ ეროვნული გამოცდები არ გჭირდება. გჭირდებათ მარტო იმათ, ვინც ბაკალავრიატში აბარებს, ანუ სემინარიაში, ფსიქოლოგიისა და თუნდაც ხელოვნებაცოდნეობის ასევე თეოლოგიის მიმართულებითაც. თეოლოგიის მიმართულებითაც რა თქმა უნდა, ოღონდ ვინც პირველ საფეხურზე აბარებს. რაც შეეხება მაგისტრატურას, ჩვენთან არ სჭირდებათ ეროვნული გამოცდები, ჩვენთან სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ნებისმიერი საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, ბაკალავრის პირველი საფეხურის და რა თქმა უნდა ჩვენი სემინარია დამთავრებულებიც აბარებენ ჩვენთან აკადემიაში, ასევე გარედან მოსულები, ვისაც უმაღლესი განათლება უკვე გააჩნია, მაგრამ აუცილებლად სჭირდებათ მოძღვრის რეკომენდაცია, იმიტომ რომ მოძღვარი ეს ქრისტიანობაა ისეთი სარწმუნოებაა, რომ მოძღვრის გარეშე ქრისტიანობა წარმომიდგენია და მოძღვარი აგებს პასუხს იმ ადამიანზე, ვინც მოდის ჩვენთან სასწავლებლად და ჩვენთან ძირითადად მაინც თბილისის თბილისში მცხოვრები ადამიანები არ ვაბარებენ, მაგრამ ვინც რეგიონებიდან ჩამოდის, მათთვის ჩვენ გვაქვს პანსიონი, სადაც ისინი ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, უფასოდ, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ ეს ყველაფერი. ყვებაც, რა თქმა უნდა, სამჯერადი ყვება შედის ამაში. ყავს მოძღვრები, შტატიანი მოძღვრები, რომლებიც ყოველდღიურად, მუდმივად კომუნიკაციაში არიან სტუდენტებთან და ნებისმიერი მათი განსასწრელი აუცილებლად გულთან ახლოს. რა თქმა უნდა, და ძალიან გამოცდილი მოძღვრები ყავს, სვეტიცხოვლის წინამძღვრის მოადგილე მამა სერაფიმ, არქიმანდრიტი სერაფიმ ჭედია და ყველასთვის საყვარელი მამა შალვა კეკელია, ეს ორი მოძღვარი, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში არიან სტუდენტებთან და გათავისებულია ნებისმიერი მათი პრობლემა. საბაკალავრო დასრულების შემდეგ ბევრი აგრძელებს ხოლმე მაგისტრატურაში? ანუ მე გულისხმობ უშუალოდ სემინარიის კურსდამთავრებულს, რომელიც შემდგომ უკვე აკადემიაში აგრძელებს სწავლას. რა თქმა უნდა და
მათთვის რა თქმა უნდა უფრო ადვილია მაგისტრატურაში სწავლა, იმიტომ რომ მათ უკვე საგნები გაუვლიათ, მაგრამ მაგისტრატურა უკვე უფრო მაღალი დონეა, უფრო მეცნიერულად ასწავლის უკვე სტუდენტებს. დიახ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აი წლიდან წლამდე ახსენეთ ჩვენ ახლანდელი რექტორი, პროფესორი გიორგი ზვიადაძე, რომელიც განსაკუთრებულ ძინავს მისი უწმინდესობის და ახალი პატრიარქი ლოცვა კურთხევით სინოდის მხარდაჭერით, რომ ძალიან განვითარდეს მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. რა მიესიახლებია საერთაშორისო კუთხით აკადემიაში? ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა სასწავლებლებთან, საზღვარგარეთის სასწავლებლებთან, ეს იქნება ბერძნული სასწავლებლები, რუსული, რუმინული, შვეიცარიაში გვაქვს, პოლონეთში და ასე შემდეგ და აი ახლაც 3 სტუდენტი მოამზადეთ ჩვენ იმისთვის, რომ თესალონიკში წავლენ ალბათ, ერთ semestri გაივლიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ეს გაცვლითი პროგრამები რაღაცა ახალ რა თქმა უნდა. დიახ, და ასევე სამეცნიერო კვლევებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თავად რექტორი და ზოგადად აკადემიის სემინარიაში სამეცნიერო მუშაობას უდიდესი ყურადღება ექცევა. კონფერენციებში მონაწილეობის საშუალება თუ აქვთ სტუდენტებს და ვიცით რომ აი ტრადიციად არის ქცეული საგაზაფხულო სტუდენტური კონფერენციები, ამას ჩვენ ვაშუქებთ ხოლმე გვისაუბრია ამაზე და ასევე საერთაშორისო კონფერენციებშიც თუ იღებენ, ანუ არა ჩვენთან, თქვა თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიის მე ორგანიზებულში, არამედ თქვა უცხოეთშიც. რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ ჩვენი რექტორი თავად არის მაგალითი მოწესრიგებლობის და სწავლის განვითარებაზე. მე უკვე არ ვიცი რამდენი სახეობის დოქტორია მამა გიორგი, მე მგონი მე-4-ზე მუშაობს ახლა ერთმა წარმატებები მისცეს. მას და ამასთან დაკავშირებით ესე იგი რა მინდა გითხრათ რომ ჩვენი მეცნიერები დადიან საზღვარგარეთ სამეცნიერო კონფერენციებზე რა თქმა უნდა ჩვენთანაც ჩამოდიან და ეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფრო კარგად ასამოქმედებელია, მაგრამ ჩვენ უკვე ამაში ვართ ამ სისტემაში და ეს რა თქმა უნდა განვითარდება და დინამიკა იგრძნობა. და ასევე სტუდენტური ცხოვრებაც აქტიური არის, ექსკურსიები და ასე შემდეგ. თქვენ რას დაამატებთ მამა ივანე და შევაჯამოთ და აი ორივესთან გვექნება ეს კითხვა, აი ბოლოსკენ მამა ივანე და ბატონო გიორგი თქვენ თქვათ, აი რატომ უნდა ჩააბარო სტუდენტმა, რატომ უნდა დაინტერესდეს სასულიერო აკადემიით? აი ამაზე რო თქვათ ორი სიტყვით. ჯერ ერთი სულ იმას ვამბობ, რომ ადამიანის ცხოვრების თავი დანიშნულება არის ადამიანის სულის ცხონება. დიახ. სულის ცხონება თუ გინდა ადამიანს, ეს აუცილებლად უნდა ისწავლო, როგორ უნდა გააკეთო ეს. ქრისტიანობა არის წიგნიერი რელიგია. თუ გინდა რომ ეს მთავარი საგანი, რასაც სულის ცხონება ჰქვია, ადამიანმა კარგად ისწავლო, აუცილებლად უნდა ჩააბარო თბილისის სასულიერო სემინარიაში და აკადემიაში. სხვა გზა არ არსებობს, ხო? თუ კარგად გინდა რომ ეს შეისწავლო. ეს ერთი, მეორე ისეთი ზრუნვა სტუდენტებზე, როგორიც თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიაშია, მე არ ვფიქრობ, მე არავის შეურაცხყოფას რა თქმა უნდა არ ვაყენებ, მაგრამ ისეთი უშუალო ურთიერთობა სტუდენტებთან, როგორც ჩვენთან არის, ეს მე ვფიქრობ, რომ და ასეც უნდა იყოს, რომ სასულიერო სასწავლებელში ეს ცხადია, რომ უნდა იყოს. ეს ეკლესიის ზრუნვა პირველ რიგში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ბატონო, თქვენ რას ვერჩიოთ, მათ ვინც ფიქრობს და შეიძლება გადააწყვეტინოთ თქვენ და რატომ შეიძლება რომ მოვიდნენ და ჩააბარონ სასულიერო სემინარი აკადემიაში. სავსების ვეთანხმები აბსოლუტურად სრულად ვეთანხმები მამა ივანეს, რაც აღნიშნა როგორც ბრძანა, მაგრამ მე რაღაც გამომრჩა მე თქვა წინათ და დავამატებ თუ შეიძლება. პირველ ყოვლისა მინდა აღნიშნო დამხმარე ლიტერატურა, ანუ საღვთისმეტყველო ლიტერატურა, რომელსაც იყენებს სტუდენტი, მაგისტრანტი. ლიტერატურა, აი რაც დრო გადის, რაც წლები გადის, ამ მხრივ ქართულ ენოვანს გულისხმობ მით უფრო იზრდება. აი ჩვენ სასწავლებელში არსებულმა გამომცემლობამ დაბეჭდა, ანუ გამოსცა რამდენიმე წიგნად, რამდენიმე ტომად ჰომილეტიკური კრებულები. ჰომილია მოიხსენებათ ქადაგებას აღნიშნავს და შაბამისად ეს ყოველივე არის საჭირო და აუცილებელი პირველ ყოვლისა მაგისტრატურის სტუდენტისათვის, რამდენადაც მაგისტრატურაში ცალკე საგნადაც ისწავლება ჰომილეტიკა და ჰომილეტიკის თეორიულ ნაწილში, ესე იგი, წარმოჩენილია ზოგადად ჰომილიის სულიერი მნიშვნელობა, სულიერი დატვირთვა როგორც საღვთო ლიტურგიის ერთ-ერთი ნაწილისა, ხოლო პრაქტიკული ნაწილი განისაზღვრება ძველ ქართულ მრავალთავებში, ასე ვთქვათ, დაცული ჰომილების დამუშავებით. ანუ სტუდენტი ვალდებულია, რომ ეს ყოველივე წაიკითხოს, დაამუშავოს და ცხადია ამ ყველაფერში მას პედაგოგი, ამ შემთხვევაში ლექტორი უნდა დაეხმაროს. გარდა ამისა, სტუდენტს, ანუ მაგისტრანტს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს საღვთისმეტყველო კრებულებს, საკონფერენციო კრებულებს ასევე, ყოველწლიურად როგორც აქ აღნიშნა, ტარდება ჩვენ სასწავლებელში როგორც პედაგოგების, ასევე სტუდენტების სამეცნიერო სტუდენტთა კონფერენცია, ეს ყოველივე გამოიცემა შემდგომ წიგნებად
და ესეც რა თქმა უნდა გახლავს საღვთისმეტყველო, ანუ თეოლოგიური ლიტერატურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ უსურვოთ წარმატება ყველა აბიტურიენტს. დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი გიორგი თოდუღა საუბრობდნენ სტუდიაში. ჩვენი გადაცემა გრძელდება რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. ჩვენი ჟურნალისტი ესწრებოდა ამ კონცერტზე, ნახოთ სიუჟეტი ამ თემაზე. ახალგაზრდა შემსრულებლებმა გამოცდილ მომღერლებთან ერთად საარქივო ჩანაწერებში დაცული სხვადასხვა კუთხის ბევრისთვის უცნობი და მივიწყებული სიმღერები და ფერხულები გააცოცხლეს და ფართო აუდიტორიას წარუდგინეს. რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. თავის დროს ჭირდებოდა გუნდის დაარსებას. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის მეორე სოლო კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მომღერლებმა მსმენელს განახლებული პროგრამა შესთავაზეს, სადაც სხვადასხვა კუთხის მრავალხმიანობის ნიმუშებთან ერთად უძველესი საგალობლებით შესრულდა. როგორც საღამოზე აღინიშნა, გუნდს 5 ლოტბარი ჰყავს, რაც თითოეული რეგიონის მუსიკალური ტრადიციების ავთენტურად წარმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. გამორჩეული რეპერტუარი, განსხვავებული სიმღერები, ან განსხვავებულში მას გულისხმობ, რომ ძველი ჩანაწერებიდან, ესე ვთქვათ, გაცოცხლებული სიმღერები, რომლებსაც სხვა ანსამბლები ნაკლებად ასრულებენ. ძალიან აქტიური გუნდია, ეს ახალგაზრდები ძალიან აქტიურად შრომობენ და გამორჩეული არის ეს გუნდი კიდევ იმით, რომ ყავს 5 ხელმძღვანელი, 5 ლოტბარი, რომლებიც თავიანთი კუთხის სიმღერებს ასწავლიან, ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ლოტბარი, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ბიჭებს და ამით არის გამორჩეული, იმიტომ როგორც ვიცით, ყველა ანსამბლს ყავს ერთი ხელმძღვანელი და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქართული მრავალხმიანობა, ქართული ხალხური სიმღერა და გალობა ერთ ადამიანში ვერანაირად ვერ ჩაეტევა და ამას ჭირდება მრავალფეროვნება, ჭირდებოდა ჩვენის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხუთი ადამიანი შემუშავა ამ გუნდთან და ამან თავის შედეგი გამოიღო. გამორჩეული იყო ეს კონცერტი იმით, რომ შესრულდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერა, მათ შორის საფერხულო ტრადიციული ცეკვები. გუნდი საკმაოდ დიდი ხანია, რაც მუშაობს აქტიურად ამ პროგრამაზე, მუშაობდა უბრალოდ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად წარმოაჩინა ამ გუნდმა საქართველოს ყველა კუთხე. ასევე ვიტყოდი იმას, რომ გორში ერთი კონცერტი ჩატარდა, სოლო კონცერტი, იწყება რეგიონალური ტურნეები, გეგმაში არის ოზურგეთში, ამბროლაურში კონცერტი ჩატარება, კიდევ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ეს გუნდი ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად ატარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ქართული მრავალხმიანობის სიმღერა საგალობლების გადარჩენა მოფრთხილებას სჭირდება. მადლიერება მინდა გამოვხატო უპირველეს ყოვლისა ჩვენი ლოტბარები, ჩვენი გუნდის წევრების მიმართ, ვეცადეთ მაქსიმალურად წარმოგვეჩინა ის დიდი შრომის შედეგი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გქონდა და ვფიქრობ ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. მადლობ ღმერთს, რომ მეორედ მოგვეცა უკვე საშუალება, რომ სოლო კონცერტი ჩაგვეტარებინა, სრულიად ახალი პროგრამით წარდგარიყავით ჩვენი მაყურებლის წინაშე. შევასრულეთ თითქმის ყველა კუთხის ნიმუში, ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებია ის რჩევები, რაც ჩვენმა ლოტბარებმა გვითხრეს და მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო იმ ჩანაწერებთან, საიდანაც შევისწავლეთ ეს ნიმუშები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდი 2 წელია რაც შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში აქტიურ და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. გუნდისთვის განსაკუთრებული სიახლეა პირველი ვინილის მომზადება. უახლოეს მომავალში შრომის შედეგს ფართო აუდიტორიას წარუდგენენ და დაახლოებით 30 კომპოზიციის ციფრული ვერსია მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ახლა უნდა ვისაუბრო ძალიან ფერად, ლამაზ, გასართობ და ამავე დროს მნიშვნელოვან და მეტად შინაარსობრივ თემაზე. მოკლედ, ბავშვების განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე და რატომ არის აუცილებელი ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბება და როგორ ეხმარება ის ბავშვებს სტაბილურ და ჯანსაღ განვითარებაში, ასევე გაგაცნობთ მარტივ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის განვითარებას და სწავლის პროცესის მრავალფეროვნებას. მოკლედ, უფრო ცუდად, ჩვენი სტუმარი ისაუბრებს შემოგვიერთა განათლების ფსიქოლოგი გვანცა ცხოვრებაშვილი, გვანცა დილომშვიდობისა. მადლობა, რომ ესეთ ფერად და გასართობ და რაც თავარია შინაარსობრივ დილოს მოგვიწყობთ. თამაშის ხასიათზე კიდე. თამაშით. საერთოდ ეს ფორმა ხო ხშირად გაგვიგერო, თამაშთან ბავშვებს, თამაშით მივაწოდოთ, თამაშით აუხსნათ, თამაშით დავაინტერესოთ, ვასწავლოთ და რას შეეხმარება, რაში უწყობს ხელს ეს ბავშვი? ანუ შეიძლება ითქვას, რომ მისთვის უფრო გასაგები ხდება, რომ თამაშით რაღაცას ვაწოდებ და უფრო იბეჭდება მასში და უფრო პოვებს შედეგს. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დავიწყებ იმით, რომ მოსულია უკვე კარს მოგვადგაკერა და იწყო არდადეგები, ბავშვები ისვენებენ და უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ. და ხშირად მშობლებს გონიათ ხოლმე, რომ აი რა კი თავისუფალი დრო აქვთ, მოდი გავანებოთ თავი, არ ჩამოუყალიბოთ არანაირი რეჟიმი, მიუშვათ, მაგრამ ესე არ არის, ხო? რეჟიმი აუცილებელია როგორც სკოლის და ბაღის პერიოდში, ასევე ზაფხულის პერიოდშიც და მინდა ვთქვა ის, რომ უფრო მარტივად შეგვიძლია რომ ჩამოუყალიბოთ ეს რეჟიმი ზაფხულის პერიოდში. ესეც რა თქმა უნდა თამაშით. და რატომ არის ხო მნიშვნელოვანი დღის რეჟიმის და რუტინის ჩამოყალიბება? პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვი განვითარდეს სწორად და კონდეს რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა. როდესაც ბავშვმა წინასწარ იცის, რა უნდა გააკეთოს დღის განმავლობაში, რა უნდა გააკეთოს დილით, ანუ რა მოვალეობები აკისრია მას. მაგალითად ის რომ უნდა ადგეს, ისაუზმოს, შემდეგ ხელპირი დაიბანოს, კბილები გაიხეხოს, ხო? ეს თითქოს მისი საქმიანობაა, მაგრამ ამავდროულად, ხო, ის ამით ვითარდება. იცის რომ რაღაცას მოყვება რაღაცა შედეგი, ხო? და უფრო ორგანიზებულია მისი დილა. არ აქვს ასე ვთქვათ, ისეთი დრო, რომ რაღაცა არასწორად გააკეთოს, ხო? ასევე მნიშვნელოვანი არის საღამოს რუტინაც. როდესაც ბავშვმა იცის რას მოელიან მისგან, მაგალითად რომ უნდა ჩაიცვას საღამურები, გაიხეხოს კბილები, წავიდეს დასაძინებლად, ხო? უფრო მშვიდია, თანმიმდევრულია და ძილით შესაბამისად უფრო მარტივად ხდება და როდესაც ბავშვს კარგად ძინავს, ესეც აისახება მის განვითარებაზე. ეხლა შენდება ალბათ კითხვა, როგორ შეიძლება რომ ჩამოუყალიბოთ ეს დღის რეჟიმი, ხო? იდეალურია ეხლა რასაც თქვენ ამბობთ და რაზეც საუბრობთ, მაგრამ ცოტა რთულია ხოლმე რომ ეს პრაქტიკაში მოვიყვანოთ და გვიჭირს მშობლებს აი ამ რუტინის ჩამოყალიბება. კონფლიქტსაც იწვევს, ხო, ერთგვარად, აი როდესაც წინააღმდეგება ბავშვს გააჩნია, გაიხეხე კბილები, დაიძინე, ხო? შეიძლება ესე არ შეასრულოს, მაგრამ თუ თამაშით, ხო, პატარა ნაბიჯებით მივყვებით, ბავშვი აუცილებლად დაგვიჭერებს. სწორედ ამ პრობლემის წინაშე რომ ვიდექი მე, ჩემი შვილისთვის გავაკეთე ესეთი პოსტერები, დილის რუტინის და საღამოს რუტინის პოსტერები, ნახეთ. აი აქ არის მაგალითად დილით. კი, ჩემი შექმნილია. აი გავიღვიძე. ჩამოვთვლი რა. კი ბატონო, ნახეთ. ელისაბედ. შეხედეთ. ეს არის გაასაკის ბავშვების. ნუ ალბათ 1 წლიდან. ის დრო ხელები დავიბანე, ჩავიცვი, ვისაუზმე, კბილები გავიხე და ვითამაშე. ვითამაშე. თამაში არის ბოლოს. თამაში კი არ ვიწყებ. აი ესეც მინდა თქვა. შეიძლება ყველა ბავშვისთვის რუტინა იყოს სხვანაირი, ხო? შეიძლება ჩემი 2 წლის შვილი დგებოდეს დილით, შემდეგ იბანდეს ხელებს, ხო? შეიძლება ვიღაცის ხო, რაღაცა იღვიძებდეს და იცმევდეს პირდაპირ, ხო? ესეც მშობელზეა დამოკიდებული და ნახეთ, როდესაც ბავშვი ამ რუტინის პოსტერებს იყენებს, ამით ერთგვარი პასუხისმგებლობის გრძნობაც ხვივდება მასში, იმიტომ რომ თვითონ გეგმა, ხო, რაღაცა გეგმაც აქვს და ნახეთ, დამოუკიდებლად მიდის რაღაცას, როდესაც გააკეთებს, ესე დაკეცავს, ხო? მე მაგალითად ისაუზმებს ამასაც დაკეცავს და ხო, ანუ იმისკენ არის ბავშვი მიდრეკილი, რომ აი მალე გავაკეთო ეს ყველაფერი, ხო? და ანუ დავიტოვო მაგალითად თამაში, ხო? თამაშამდე მივიდა. შეიძლება ითამაშოს პირველი ეს დაკეცოს დაუშვათ, ხო? ასევე არის საღამოს რუტინაც, ანუ უფრო მოწესრიგებული რო იყოს. ვიცით რომ როდესაც ქაოსური დღე გვაქვს, უფრო ქაოსურები არიან ბავშვებიც, ხო?
არიციან რა არის შემდეგ გააკეთოს რაღაცა ყველა საფულშია და რუტინა. თან ზაფხულში მით უმეტეს, როდესაც ამდენი თავისუფალი დრო აქვს და საღამოსაც ძილი რომ უფრო ისეთი პერიოდში იყოს, რომ ბავშვი დროულად წავიდეს დასაძინებლად, ესეც ძალიან კარგი. მოდი საღამოს ესე იგი გეგმის თანმიმდევრობაც ჩამოვთვალოთ, აბა რა ბატონო, თქვენ ჩამოვთვალეთ, ნახეთ. მოგეწონათ. საღამოს რა ხდება ელისაბედ? ვიწყებ. ვიუახშმე. დიახ. სათამაშოები დავალაგე ეს ყველა შორის ვიბანავე, ბილები გავიხეხე, საღამურები ჩავიცვი, აქ შეკეთილია და ხუთა წავიკითხე. რა წავიკითხე? ნუ ესე იგი დედამ წავიკითხე ალბათ. დაათვალიერა. შეხედე, ძილის წინ გადასარევად გადავკეთე. ეს ესე იგი ჩვენც რო გამოვიგეთ, არ არის ცუდი მე მგონი. კი ბატონო. კი 2 წლის ბავშვთანაც ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება რომ 6 წლის ბავშვთან 10 წლის ბავშვთანაც 55 წლის ბავშვთანაც არ უშავ. კი ბატონო, ეცე შეიძლება. ეხლა თქვენ აღნიშნეთ რომ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ძალიან დიდი ნიშნულობა და ძალიან დიდი დრო უნდა გქონდეს თამაშს, ხო, ბავშვის რუტინაში და დღის რეჟიმში. ამიტომ მოდი ვითამაშოთ ჩვენც. აბა წავიდა თამაში. წავიდა თამაში. ფედერაციები მოტანილი ახლა. დავიწყოთ ამ ფედერაციებისთვისაც დიდებისთვისაც ძალიან კარგი ყოფილი. არა, მაგრამ მაინც ვისაც აწუხებს, ესე იგი რეკომენდაცია. არიან ადამიანები იქვე. ბატონო, დიდებისთვისაც ძალიან კარგია და გეთანხმებით. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს არის ჩემი და ჩემი 2 წლის ბიჭუნას გაკეთებული. დიახ. ეს პლასტელი. კი ბატონო, რეცეპტი შეგიძლიათ ნახოთ. ცოტა. ანუ ისეთია, უსაფრთხო. უსაფრთხო, საკვები პროდუქტებით არის დამზადებული. ანუ შემოიჭამოს არაფერი. კი, არაფერი შემო გაუცინჯე კიდევაც გემო. ისეთია, რომ რაღაცა მარტო ამის რეცეპტი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს გვერდზე, საძიებო ველში Facebook-ზე შეგიძლიათ აკრიფოთ თამაშის დრო. დიახ, ყველა შეუძლიათ თამაშის დრო და გამოგვიწეროთ, რაც თავადაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თამაშის იდეა გვაქვს. მწონე, კარგი. გისმენთ. მოკლედ დაუმორჩილებელი ბავშვები. პლასტელინით თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, რადგან როდესაც აი ხელით ეხება, ხო, რაღაცა წვრილ მოტორიკას ავითარებს, კი ბატონო, ხელით ეხება, ხო, აი მაგალითად მოჭყლდავს მოზელს, ხო, წვრილ მოტორიკას ავითარებს. და სხვადასხვა დამამშვიდებელი ფუნქციაც აქვს. აი ნახეთ, რო ითამაშებთ რაღაცა, თითქოს მშვიდდება. ეხლა რაღაცა ხაჭაპურის ცომებით გავაფრთხილეთ. კი ბატონო, ხინკილებსაც ვაკეთებთ ხოლმე. შემდგომ რაც თავარია ამის გაკეთება შეუძლია ყველა მშობელს სახლში, არ არის აუცილებელი რომ ძვირადღირებული პლასტელინები ვიყიდოთ. თან უსაფრთხოა. თან არ ეწებება რა მაგარია. კი ბატონო. და უფრო საინტერესო რომ გამხდარიყო პლასტელინით თამაში და მხოლოდ ძერწვა ესე ბურთების გაკეთება არ ყოფილიყო, ესეც ჩემი შვილისთვის, მოდი ამას გადავდებაგეთ, ჩემი შვილისთვის. კი ბატონო, შევქმენი ასეთი ბარათები, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენ ძალიან მოგეწონებათ. ეს არის პლასტელინის ბარათები და შეგვიძლია სხვა რაღაცაც გამოვიყენოთ, მე გასწავლით იმასაც. ნახეთ, მოდი ეს გავხსნათ და ამოვიღოთ. ნახეთ, შეგვიძლია არჩიოთ, ხო. აქ გვაქვს ინსტრუქცია. ნაყინი. ხო, რომ ბავშვის ინტერესებს რომ მოვარგოთ, რომელიც მოეწონება. აირჩიეთ. აი მაგალითად თქვენ რომელს აირჩევდით და ნაყინი ავირჩიე მე. ნაყინს აირჩევდით, ხო, ნახეთ. ელისაბედ არა, ეს ნაყინი მინდა, ერთია ნაყინი, ნაყინი, ლოგო კინამზე. ლიმონს, კი ბატონო. კეთილი, დაშვებით. აქ არის 2 ფერი, ხო? კეთილი, ყვითელი და მწვანე. თხოვოთ, ნახე, მოამზადოს ფერები. შეიძლება თავისი გემოვნებითაც აირჩიოს, ეს უკვე მის სურვილზე არის დამოკიდებული. ლიმონზე უნდა მოვარგო? არა, ეგრეთ შეგვიძლია, ხო? ბავშვი თუ მოიფიქრებს მაგას. პატარა ბურთულები უნდა გავაკეთოთ. ნახეთ, პატარა ბურთულები უნდა გავაკეთოთ და დავაკრათ აქ. სად? აი თეთრებში? პატარა თეთრები შევუსო? კი ბატონო. უი, დედა. აუ ეს მაგარია, ძალიან მაგარია. ფანტასტიკურია. ბავშვისთვის კი არა, დიდისთვისაც ძალიან კარგია. დიდისთვისაც ძალიან, მე ძალიან კარგად ვერთობი ხოლმე. კი ბატონო. ესენ შევავსეთ პირობითად რო პირობითად მე რა ხდება? მიწვანე მინდა ალბათ. ნახეთ, აი რამდენ უნარს ავითარებს. პირველ რიგში ეს არის. სუნაგიდან ნაყინი რო შენი ბრალია. აგიღოს ვარამე და ცოტას გააკეთები.
პირველ რიგში ეს არის წვრილი მოტორიკა, ხო? ნახეთ, თითების კუნთები მუშაობს და რისთვის გვინდა ეს წვრილი მოტორიკა? ხშირად გაგვიგვია წვრილი მოტორიკას ავითარებს. რისთვის არის საჭირო? ხო, კი, განვივითარებ ამას, მაგრამ რისთვის არის საჭირო? ეს პირველ რიგში არის იმისთვის, რომ მოვემზადოთ ისეთი უნარებისთვის, რაც მაგალითად სკოლაში გვჭირდება, ხო? წერისთვის მაგალითად, ხო? ფუნჯის დასაკავებლად ან თუნდაც ღილების შესაკვლელად და ისეთი მოქმედებებისთვის, რომელიც ცხოვრებაში აუცილებელია, თუნდაც დანის ჭერა მაგალითად, როდესაც საჭმელს ვამზადებთ. ასევე ავითარებს მოთმინებასაც, ნახეთ როგორი მოთმინებით ავსებთ. გინდათ თქვენ რომ მალე დაასრულოთ და ის ფერი არ იყო და ლურჯი თუ აკეთებთ. კი ბატონო, ეს უკვე ბავშვზე ახლა არ გვაქვს წამოღებული, სახლში გვექნება დაუშვათ. მაგრამ შეიძლება რომ ბავშვის ფანტაზიას გასახანი მივცეთ. კი ბატონო, ან ფანტაზიასაც ავითარებს, ხო? ასევე მოთმინების უნარს რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს ყველაფერი. ასევე მეტყოლებასაც პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ წვრილი მოტორიკის განვითარება პირდაპირ დაკავშირებული არის მეტყოლების განვითარებასთან და გარდა ამისა, როდესაც ბავშვს მაგალითად ვთავაზობთ ლიმონს, შეგვიძლია რომ ვუთხრათ მაგალითად რა ფერია ლიმონი, შენ თუ გიყვარს ლიმონი, გაგისინჯავს როდისმე და თვითონ გაგვცემს ამაზე პასუხებს. ელენ მოგიგე, მე დავასრულებ. კოჩახ, კახა და ის ჭიქები რა არის? რაში, ანუ კი ბატონო, რა ფუნქცია აქვს? ამასაც გეტყვით. ხო, აქ კიდე მინდა მეორე ნაირიც გაჩვენოთ ერთი და მე გადავიდეთ ამ არ ვთქვი, უკვე წერია რაღაც, ეწერა, ხო თავში. აი აქ. ხო ეს რა არის? ხო, ეს არის ხო. რაც მოყევით და როგორ უნდა კაი, გადავიდეთ ამაზე რა ხდება მანდ? აი ამასაც უცბად ვიტყვით, ესეც არის პლასტელინის ბარათები. აქ უბრალოდ ცოტა სხვანაირი პრინციპი მუშაობს, უნდა ესე გავაკეთოთ, ხო რაღაცა. გამოვზირწოთ, აჰა, აი მაგალითად. და დავადოთ ეს წრე გავაკეთო პლასტელინის ახლა. კი ბატონო, და ზემოდან უნდა დავადოთ და აქ არის სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები, ხო? აი მაგალითად აქ გვაქვს კვადრატი, სამკუთხედი, მთვარე და ისეთი გეომეტრიული ფიგურები და ისეთი ფორმები, რომელიც ყოველდღიურობაში ხვდება ბავშვებს. გავაკეთე, რა კარგია. თქვენ როდის დაიწყეთ? ყველაფერი შექმნა, როდესაც პირველი შვილი გეყოლა. როდესაც პირველი შვილი მეყოლა და როდესაც ესეთი უბრალო სათამაშოები აღარ აინტერესებდა, ვიფიქრე რომ მოდი ჩემით გავაკეთებ, ერთად მოვიფიქრებთ რაღაცეებს. არ ბეზრდება ახალ-ახალი აქტივობების მოფიქრება და თქვა სათამაშოების არ გიწევთ? სათამაშოებს სიმართლე გითხრათ, უკვე ერთ წელზე მეტია აღარ ვიყიდულობ. გადასული ხართ ამაზე? გადასული ვართ ესეთ აქტივობაზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ის სათამაშოებიც, თამაშობთ ხოლმე, მაგრამ უფრო აქტიურად ვთამაშობთ ასეთით თამაშებით. ფაფუკი ფუმფულა პატარა ბურთულების გითხარით რა არის? კი ბატონო. ეს არის ჩიტონები ფიქილები რო ყავს. ეს არის პომპონები. ესეც ყველა ოჯახში ალბათ მოიპოვება, ვისაც ბავშვი ყავს. ნახეთ, ესეთი ფერებია და გვაქვს ესეთი ჯადოსნური ხელსაწყოები და შეგვიძლია უამრავი აქტივობა მოვიფიქროთ ამაზე. ნახეთ, შეუძლია ბავშვს მაგალითად აიღოს ესეთი ყვითელი ფერის ნახეთ ესე შადოს ყვითელში ხო ფერები ისწავლოს. შეიძლება ესენი არ გქონდეს მშობელს, მაგრამ ფერადი ფურცლებისგან გააკეთოს. ხო, ესეც მშობლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ყვითელი, მწვანე, წითელი, ლურჯი და დადოს. კი ბატონო. ხო, ფურცლები მაგალითად, ხო, აი ნახეთ ესე ყვითელი მაგალითად, ეს ლურჯი, ხო, ნახეთ, წვრილ მოტორიკას ავითარებს პირველ რიგში ეს ან პინცეტის გამოყენება, ასევე ფერების აღქმას, მეტყველებასაც. და შეიძლება ეს სხვანაირადაც გავაკეთოთ, მაგალითად ხედავთ, რომ აქ სხვადასხვა ზომის არის, ხო? შეიძლება ვასწავლოთ ბავშვს დიდის და პატარას გარჩევა, მაგალითად დიდი, პატარა, საშუალოს, ხო? ეს ასაკის შესაბამისად, ხო? რაც უფრო გაიზრდება ბავშვი, შეგვიძლია რომ უფრო გავართულოთ ეს. წიწილები და ჩიტუნები რა შევიდა? ეხლა წიწილები და ჩიტუნები, ისევ ჩვენ ჯადოსნური ხელსაწყო, ნახეთ, აქ გვაქვს ესეთი შეფერადებული წყალი, ნახე, მოდით თქვენ გააკეთეთ. კი ბატონო. წყალია ლაბორატორიაში ფაქტობრივად. კი ბატონო, წყალი არის საკვების აღებავით შეღებილი. შეგვიძლია გუაშებითაც შევღებოთ, ხო? და რა შევღებთ? ნუ შევღებოთ. უნდა შევღებოთ, უყურეთ. ეს არის თევზი, თევზი შევღებოთ ლურჯად. თევზი ყოფილა. თეთრი უნდა შევღებოთ? ხო, ნახეთ, ეს არის ბამბის დისკი და ახატია ეს ჩვენი დახატულია. ნელ-ნელა უნდა დააწვეთოთ. არა, ვაი, ვიცოდი რომ რაღაცა მომივიდოდა. მე გავფერანდი, კაი, არა. რაც უნდა დავაწვეთო, მითხარით, ეხლა სტუდიაში შევიღებ. სტუდიაში შევიღებ. მე მგონი გადარჩი კახა, თუ გარაგეს ხა? არა, ბუნებრივი საღებავ გავფერარ. ხო, არაფერი არ მოხდება. კი ბატონო. აი, ასე უნდა შეიღებოთ. კი ბატონო, სტუდიაში შეიღება, სულ უნდა ფერადი სტუდია გქონოდა. ფერადი სტუდიაც გვაქვს დღეიდან. აი ეს ვითამაშე, ეს სხვადასხვა ბავშვების თამაში, ეს დადგმული იყო, რომ თამაში ესეთი რაღაცები უნდა მოხდეს. ხო, უნდა მოელოდნენ მშობლები, რომ ესეთი რაღაცები მოხდება, დაისვრება მაგი და სკამი, იატაკი, მაგრამ მოვიდა ელისაბედი, მოვიდა. მოდი, აი ეს მე ამჩნდება ტექსტი უკვე ვიცი და აჰა.
შვენიერი. კი ბატონო, აი შევღებე. შეიღება, ესაც შეგვიძლია შევღებოთ ხვითლად, რომელიც უკვე შეიღება ჩვენი მაგიდან. აი, ამარხვაში თევზი იჭმება. ესეთი გემრიელი ლურჯი თევზი შეგიძლიათ მიირთვათ ჩემს მიერ დამზადებული. შვენიერი. მოკლედ, ერთი კითხვა მაქვს ახლა. გვერდი გაქვთ ხო? სოციალურ ქსელში ხართ აქტიური და ვუზიარებ ხოლმე მშობლებს ასეთ აქტივობებს. ეს ყველაფერი ეს გვესაუბრეთ რა, ძალიან კარგია, ძალიან მომხიბვლელია, ძალიან უხდება ამ ყველაფერს. ეს რაღაც აპრობირებული მეთოდია, ვინმეს რო გავგავდეს კითხვა, რომ თქვენი მოგონილია და მართლა ავითარებს თუ არა, როგორ ფსიქოლოგს ეს შემუშავებულია. ხო და არა რაღაცა რომ თქვენი გასართობი შულთან. ჩემი გამოგონილი არ არის, უბრალოდ ამ თამაშებს ვიგონებ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. კი ბატონო, ძალიან კარგია. მოკლედ ურჩიოთ ყველას ეს თვით რა იყო? ეს გამოგხდა? ესეც კი ბატონო, ესეთია. არა წყალი არა, აი ესეთი ხო და ანუ მაკრატელს ხო ჯერ ვერ დაიჭერს 2 წელს ბავშვი შეგვიძლია რომ წინარე უნარები განუვითაროთ ამით რომ აი მაგალითად ესე გააკეთოს და მე უკვე მაკრატელს დაჭერასაც შეძლებს. კერძო ბაღის გახსნაზე ხო არ ფიქრობ? ჯერჯერობით. ელისაბედს მოვიყვანდით კერძო ბაღში. ეს მე რო იყოს ეგეთი ბაღი. სხვა ბაღში არ მივლია და აინაზღაურებ. მოკლედ კიდევ ერთხელ ვთქვა, რაც შეიძლება მოიძიონ ინფორმაციას, რაც შეიძლება მოგმართონ, იმიტომ რომ თან დავინტერესდი მე და დარწმუნებული ვარ რომ Facebook-ზე ან Instagram გვერდზე შეგიძლიათ ჩაწეროთ თამაშის დრო ქართულად. და გამოგვიწერეთ და ძალიან ბევრ იდეას ნახავთ თამაშის და არა მხოლოდ თამაშის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. განათლების ფსიქოლოგი გვანცა ცხოვრებაშვილი ელისაბედ აბლაზი კახამიქიაშვილი ყავს. ეხლა სანამ ჩემ ჰიგიენას მიხვდეთ სტუდიას დავალაგებ, თქვენ შეგიძლიათ ბედნიერად განაგრძოთ დღე და მადლობა ყურადღებისთვის. ბედნიერ დღეს გისურვებთ, ნახვამდის. ბედნიერად ნახვამდის.